მომხმარებელს უახლოეს მომავალში გენმოდიფიცირებული პროდუქციის ამოცნობა შეეძლება. საკანონმდებლო ორგანოში უკვე შესულია კანონპროექტი, რომელიც პროდუქციის ეტიკეტირებას და მასზე სავალდებულო მითითების დატანას გულისხმობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პროდუქციის მავნებლობა ჯერ დადასტურებული არ არის მომხმარებელს, არჩევანის საშუალება მაინც უნდა ჰქონდეს. ეს იქნება ალბათ შემუშავებული სპეციალური წესები და უკვე იმპორტირებულ პროდუქციას უნდა ახლდეს თან დამადასტურებელი იმისა, რომ ეს არის გენმოდიფიცირებული პროდუქცია. სხვა შემთხვევაში ის ვერ გადმოკვეთავს საზღვარს. ამ ეტაპზე უცნობია ქართულ ბაზარზე რა წილი უკავია გენმოდიფიცირებულ პროდუქტს და რომელი გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტირება ხდება. მომავალში ალბათ ინფორმირებულები ვიქნებით და რაღაცა გარკვეული წარწერა იქნება გაკეთებული შესაბამისად. რატომ მოერიდებოდით ყიდვად? რა ვიცი, რაც უკეთესია, იმას შევიძენდი. როგორ ფიქრობთ, გენმოდიფიცირებული პროდუქტი საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის? რა თქმა უნდა, არ შევიძენდი გენმოდიფიცირებულსა. რატომ? რატო და სიტყვა გიშვენებს იმას, რომ გენმოდიფიცირებული არ ვარ ესე. გენმოდიფიცირებულ პროდუქტთან დაკავშირებით მწვავე მოსაზრებები არსებობს, ამიტომ მწვანეთა პარტიის ლიდერი მის ეტიკეტირებას ემხრობა. საფრანგეთში კვლევები ჩატარდა, რომელმაც დაადგინა, რომ ონკოლოგიურ დაავადებებსაც იწვევს. ეს ვირთხებზე იყო ჩატარებული, ევრონიუსის სიუჟეტები შეგიძლია ნახოთ ამასთან დაკავშირებით. და იმ ჯგუფში, რომელიც იკვებებოდა სისტემატურად 3 წლის განმავლობაში გენმოდიფიცირებული სიმინდით და ხორბლით, როგორც წესი 100%-ს ავტივსებიანი სისინე დაემართა. გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ფაქტიურად არის ის გადარჩენის საშუალება, რაც მსოფლიოს ცილოვანი შიმშილის ანდა მაგალითად გაუდაბნოების პირობებში მსოფლიოს გადაარჩენს სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად სიღარიბის ზღვასხმობ ქვეყნებში ან აფრიკულ ქვეყნებში, სადაც ამის გარდაუვალ საჭიროება არსებობდა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდება ბაზარზე გენმოდიფიცირებული პროდუქციის კონტროლი, თუმცა ცნობილია, რომ შეიქმნება ლაბორატორია, რომელიც ასეთი პროდუქტის იდენტიფიცირებას მოახდენს.